მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, მუსეუმის გადაცემა ისევ და ისევ გრძელდება. გეტყვით რომ ჩვენ ვიმყოფებით მარგო სასტუმრო მარგოში, რომელსაც მადლობას ვუხდით მასპინძლობისთვის და აი ამ არაჩვეულებრივი საახალწლო გარემოსთვის. ასევე დადგა დრო ვახსენოთ და გავაჟღეროთ ჩვენი სტუმრის სახელი და გვარი, რომელიც აქ უკვე ყავდა გადაცემაში ერთხელ მიწვეული. ახლა კი განმეორებით მეორედ გვესტუმრა უფრო მეტი სიახლის გასაცნობად და საინტერესო ამბების, ეს გახლავთ არაჩვეულებრივი თამთა თავართქილაძე. პირველ რიგში მივესალმები მაყურებელს და გილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს. ეს წელი ყოფილიყოს თქვენთვის ყველაზე საინტერესო, ყველაზე ბედნიერი და ყველაზე მრავალფეროვანი წელი. თქვენს გილოცავთ. უერთდები, მადლობა, ჩვენს გილოცავთ. მე პროფესიით ვარ მარკეტინგის სფეროში მუშაობ. ამჟამად სამედიცინო მიმართულებით. ჩემთვის მუსიკა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩემი ცხოვრების და იმდენად მნიშვნელოვანი რომ ვფიქრობ რომ სულ იქნება მუსიკა ჩემს ცხოვრებაში. თუმცა ჩემი პროფესიაც მაძლევს იმის საშუალებას რომ მუსიკა იყოს ჩემთან ერთად და ერთმანეთს ხელს არ უშლის და ცხოვრების ამ ეტაპზე რაღაცნაირად ვცდილობ რომ დავაბალანსო და მგონია რომ გამომდის კიდევაც უბრალოდ ზოგჯერ მაქვს სურვილი რომ მუსიკისთვის მეტი დრო მქონდეს. იმიტომ რომ აი ყოველდღიურად ძალიან ბევრი ახალი მუსიკალური იდეა მაწუხებს და ყოველთვის არ მაქვს ამ იდეების განხორციელების საშუალება კარიერიდან გამომდინარე. გასაგები, ეგ მუსიკოსებსაც უჭირთ სხვათა შორის და მუსიკოსებისთვისაც არის რთული რომ რეალიზება შეძლონ ყოველ ჯერზე როცა იდეა გაუჩნდებათ და ეწევათ. მაგრამ მე როგორც ვატყობ და როგორც ხედავ, შენ მუსიკაში ხარ ჰობიზე უფრო მეტია და კონკრეტულ პროფესიაზე ოდნავ ნაკლები. ვთქვათ, რაღაც ესე გამოდის, თუმცა ვერ ეშვები და არც უნდა მე ვთვლი რომ მუსიკა ყველაზე დიდია ჩემს ცხოვრებაში. პროფესიაზე დიდიც არის, უბრალოდ არის რაღაც ეტაპები, რასაც ზოგჯერ სხვა პრიორიტეტი აქვს, ზოგჯერ სხვა პრიორიტეტი. თუმცა ვთვლი რომ მუსიკა ძალიან ძვირფასია ჩემთვის და რაღაც ეტაპზე ალბათ უფრო დიდ ნაწილს დაიკავებ ჩემი ცხოვრების. იმიტომ რომ მუსიკაში ყოველთვის გრძნობ თავისუფლებას, მით უმეტეს როცა საკუთარ მუსიკას ეხება საქმე. რა თავისუფლებაც გვაკლია ხოლმე ადამიანებს, იმიტომ რომ საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება გვეძლევა საკუთარი მუსიკით. კი ბატონო. სად წერ ხოლმე სიმღერებს? სიმღერის ჩაწერის პროცესს რაც შეეხება, პირველ ნაწილს პირველად ეტაპზე ვცდილობ რომ ჩემი ჩავწერო, შესაბამისი პროგრამაში. ხო, პროგრამაში. და შემდეგ უკვე სტუდიაში მიმოხსრობად პროფესიონალურად ჟღერდეს. თუმცა ამ ბოლო დროს დაინტერესებული ვარ რომ ეს სრულად პროდაქშენი რასაც ქვია, ჩებით. თან მარკეტოლოგი ხარ ხო პროფესიით? ხო და პრინციპში არ უნდა გაგიჭირდეს შენივე პროდუქტის ხო შეფუთვა და გაყიდვა თუ გაზიარება თუ როგორც არის. ანუ მუსიკას რო ვქნი, მიწევს ხოლმე რაღაცა ეს ყველა როლი მოვირგო და ეს ამიხმარება სხვათა შორის, იმიტომ რომ რაღაც სხვადასხვა ადამიანები არ მჭირდება რომ რაღაც პროდუქტი ბოლომდე გავიყვანო და ეს ალბათ ძალიან მეხმარება რომ რაღაც დროულად მოხდეს, ჩაწერაც, ადამიანებამდე მიწოდებაც და შემდეგ სხვადასხვა ეტაპები. მესმის. ამ სიმღერებს თავს როდის მოუყრი ისე რომ ვთქვათ, ალბომად გამოიცეს ან დაგროვდეს თუ ესე სინგლად გირჩევნია რომ იყოს? იცით რა არის? მე ეხლა რაღაც ძალიან ბევრი სიმღერა დამიგროვდა, რომელიც არ გამომიშვია, სადღაც 10-ზე მეტი ალბათ. სიმართლე რო გითხრათ, აი დროის ფაქტორი ძალიან მიშლის ხელს, იმიტომ რომ ზოგადად მაქსიმალისტი ვარ და მინდა რომ ეს პროდუქტი ბოლომდე იყოს მიყვანილი და საშუალო პროდუქტის ადამიანებამდე მიწოდება არ ვიდა და ამიტომ ცოტა დროში მეწელება, თუმცა გეგმობ რომ მაშინ როდის ველოდოთ, პირობა უნდა დაიდოს.
აი ის ალბომი, რაც ჩაფიქრებული მაქვს, რომ ესე ერთიანი და შეკრულად გამოვიდეს, რომლის სახელსაც თქვენს მაყურებელს ვეტყვი, არის სოლე, ანუ მზე და ამ ალბომს რაც აერთიანი ყოველ მუსიკას არის მზე, გეგმავ რომ სადღაც გასაფხულის ბოლოს საფხულის დასაწყისში მივაწოდო მსმენელს ესე შეკრება. პირობა დადებულია, სიტყვა ნათქვამია. ამას იმიტომ ვამბობ ესე ძალდატანებით, რომ რადგან არის მოწონება, რადგან მოგწონს და ჩვენს აი გადამღებ ჯგუფს და მსმენელსაც, ამიტომ აუცილებლად უნდა მივაწოდოთ, რომ გავაბედნიეროთ. არა, არ ვფიქრობ ეგრე. დიდი მადლობა. აუცილებლად. ჩემთვის ძალიან ძვირფასია თქვენი ესეთ შეფასება. ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ყველა ნიჭიერი ადამიანის მოწვევა და გაშუქება და საუბარი მუსიკაზე და მუსიკაზე. მოკლედ, ჩვენ დასასრულს მიუახლოვდით სამწუხაროდ, იმიტომ რომ პადარა გადაცემა, თუმცა ძალიან დიდი გულია და ძალიან ბევრი საინტერესო პორტრეტი შეიქმნა ამ გადაცემით და მათ შორის შენი უკვე რიგით მეორე და რისთვისაც მადლობას გიხდით გადამღები ჯგუფის ჩვენი გადაცემის სახელით და სიმღერა კიდევ ერთხელ დავაანონსოთ, რას ნახავს ტელემაყურებელი და რას მოისმენს რადიო მსმენელი. პირველ რიგში თქვენ ძალიან დიდი მადლობა ესეთ საინტერესო გადაცემისთვის. მე ვფიქრობ, რომ ყველა დამწყები არტისტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ დონის მხარდაჭერა. იმიტომ რომ რეალურად ადამიანების გაცნობის საშუალება არის სახსი. თუმცა არა დამწყებებსაც ძალიან ბევრს მიუღია მონაწილეობა და ეს ამ შემთხვევაში აბედნიერებს და კი, რასაკვირველია. რაც შეეხება დღევანდელ მუსიკას, რაც თქვენ უნდა შეგისრულოთ, ამ სიმღერის სახელწოდება არის სახალხო მაგია და გამოხატავს და აერთიანებს ყველა იმ დადებით ემოციას, რაც ახალ წელთან არის დაკავშირებული და რა ენაზეა უკაცრავად? ამჯერად ქართულ ენაზეა. ამჯერად ქართულ ენაზე. ინგლისურ. ქართულ ინგლისურ. ორი ენის გაერთიანება უფრო კარგად გამოხატვის საშუალებას მაძლევს ხოლმე ჩემს ყველა მუსიკაში. მახსოვს წინა სიმღერასთანაც იგივე ხო. და ზოგადად ჩემთვის ახალი წელი ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის, რადგან და ზოგადად პერიოდი, რადგან პირველ რიგში, იმიტომ რომ ადამიანებს უფრო მეტად შეგვიძლია, უფრო მეტად გამოვხატავთ რაღაც ზრუნვას ერთმანეთის მიმართ და თუ დააკვირდებით მართლაც რაღაცნაირად მაგია ტრიალებს, ხო, აი თითქოს არაფერი არ იცვლება, მაგრამ ამ პერიოდში რაღაც ყველა უფრო ბედნიერი ვართ, ყველა ვზრუნავთ, ყველა დადებითის გაცემაზე ვართ ორიენტირებული და ეს ყველაფერი არის ამ მუსიკაში აღწერილი. ჩვენი ძალიან ბევრი ტექსტი სტროფი არის ესეთი, რომ ერთად ყოფნის მაგია, ნახე რა ლამაზია. ანუ რეალურად ეს ერთიანობა და ადამიანების საყვარელი ადამიანების გაერთიანება გვაძლევს იმ განწყობას, რაც ვიყვარს ყველას ახალ წელში. ტექსტებსაც შენ წერ? ტექსტებსაც ვცდილობ რომ მე დავწერო ემოციებით, იმ ემოციებით, რასაც იმ კონკრეტულ მომენტში გრძნობ ხოლმე. მშვენიერი. შეიძლება ჩვენი დღევანდელი გადაცემის სლოგანად დარჩეს რომელი ფრაზა იყო? ერთად ყოფნის მაგია, ნახე რა ლამაზია. გენიალურია მეგობრებო. აი ესე ლამაზად უნდა დაგემშვიდობოთ მომდევნო შეხვედრამდე, შეგახსენებთ რომ თამთა თავორთქილაძე ყავდა სტუმრად. ჩვენ კი შევხვდებით ისევ ერთმანეთს საინტერესო სტუმრებთან ერთად. კარგად ბრძანდებოდეთ. Merry Christmas, Magic Christmas, Merry, Merry, Magic Christmas. Ახალი წელი დგება, სასწაულები ხდება, სახალხო აურა, თოვლი დაგუდაურა, ახალი წლის ღამეს წელი გადანე, თოვლიანი ნოტები, გარეთ დაგელოდები, სახალხო
გაგოთობს ანემოა ზაფხული მეგობრების სიყვარული თვეებში გადაკარგული ერთად ყოფნის მაგიანა ხერა ლამაზია თორიანი ნადევით გარეთ აგელოდები